პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობდა კითხვებს შიდა ქართლის რეგიონში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელი პასუხობდა. დეპუტატების კითხვებითა და ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხებით ღია ეთერში შოთიკო სადაღაშვილი შემოგვიერთდება. პირადად მიხეილ სააკაშვილის ბრძანება იყო, რომ გაუქმებულიყო ერგნეთში ბაზრობა, რომელსაც ჰქონდა ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე. ეს არის მიხეილ ქარელის პასუხი პარლამენტის დეპუტატებისგან დაკომპლექტებულ დროებით საგამოძიებო კომისიის პირველ კითხვაზე. ძირითადი თემა კი სწორედ ერგნეთში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. ყოფილი გუბერნატორი დეტალურად აღწერს, რა ბრძანებას იღებდა მაშინდელი პრეზიდენტისგან და რატომ დაიკეტა ბაზარი, რომელიც ქართულ ოსურ ურთიერთობების აღდგენას ხელს უწყობდა. გამჭვირობის გაუარესების გამო ვიმყოფები საფრანგეთში, გავდივარ კორნალობის ხანგრძლივ პროცესს. ეს სამწუხაროდ, რომელიც გამოწვეული იყო ჩემი დაპატიმრებით, ციხიდან მოყოლებული, როდესაც ჩემს მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოპერაცია გადავიტანე, მაინც დროდადრო მახსენებს ხოლმე თავს და საჭიროება მოითხოვს, რომ ხანგრძლივი კორნალობის კურსი ჩავიტანე. და ამიტომ წუხილს გამოვთქვა, რომ ვერ ვესწრები ძალიან მნიშვნელოვანი კომისიის მუშაობის ხდომას. მიუხედავად ამისა, მართალია 20 წელიწადია გასული, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველა თქვენს კითხვას ამომწყურავი პასუხი გავცე. ეგრეთ ბაზრობა, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, ძალიან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები ჰქონდა, თავისთავად უარყოფითი მხარე გახდათ ის, რომ ნამდვილად გარკვეული კრიმინალური, ასე ვთქვათ, პირებისთვის, კრიმინალურ სამყაროში მყოფ პირებისთვის რაღაც თავშესაფარის ფუნქციას ასრულებდა, სადაც იყო ნამდვილად ნარკოტიკებით, იარაღით ვაჭრობა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულები გატაცებული მანქანების ვაჭრობა და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა გატაცებული ადამიანების ბავშვებით ფაქტების დადასტურდა, თუმცა რა თქმა უნდა დადებითი მხარეები ჰქონდა ის, რომ ორ შორის მართლაც გარკვეული თბილი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმ მძიმე პერიოდისა, რომელიც 99 წლიდან მოყოლებული 1993 წლამდე იყო განსაკუთრებით, როდესაც საომარი მოქმედებები იყო, ჩვენმა რეგიონმა ძალიან მძიმე პერიოდი გადაიტანა და ამ ხნის შემდეგ ფაქტობრივად როგორც შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დიპლომატიამ, ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ თვითონ ვაჭრობაც განახლდა, ურთიერთობა განახლდა, ნათესავებს შორის ურთიერთობა აღსდგა და ძალიან ბევრი დადებითი ურთიერთობა განხორციელდა, კარგი პროექტები განხორციელდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ურთიერთდაახლოების და ასე შემდეგ. ხვდებით და იცის ჩვენმა საზოგადოებამ ფაქტიურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონისათვის. და ასევე სოფლის მეურნეობაში მოწეული პროდუქციის, ჩვენი ადგილობრივი ფერმერების, მოსახლეობის მხრიდან მოწეული მოსავლის რეალიზაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაშინ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი სუფევდა ქვეყანაში, ჩვენს რეგიონშიც თავისთავად და ეს საკმაოდ დიდ იმედებს ახავდა, რომ ოჯახები ფაქტიურად ამ კუთხით გარკვეულ შემოსავალს იღებდნენ და საკმაოდ საინტერესო იყო მათთვისაც ორივე მხრისთვისაც, ასე ვთქვათ, როგორც ოსური, ასევე ქართველების მხარეს. თუმცა ამ ერგენთის ბაზრობის ალტერნატივა, ასე ვთქვათ, მაშინ კარგად მახსოვს, რომ სააკაშვილის ინიციატივა იყო, რომ იმ ნაწილში, რომელიც იყო კრიმინალური, ასე ვთქვათ, მიმართულებით მაქსიმალურად აღმოფხვრილიყო ეს პრობლემა, მაგრამ ის დადებითი მხარე რაც იყო, ის შენარჩუნებული იყო და პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ამის ინიციატივა. ჩვენ მოგცა ამის მე პირადად მითხრა ეს, რომ ამ დავალების შესახებ ჩვენ ამ თემაზე ადგილობრივ, ასე ვთქვათ, თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობასთან ჰქონდა დისკუსიები, ადგილობრივ მოსახლეობასთან მიესალმნენ ყველანი, ჰქონდა ეს, ასე ვთქვათ, ეს ცდელობა, თუმცა ეს ყველაფერი მე როგორც საპნის ბუშკი ისე გასკდა, არანაირი ფაქტიურად ეს ღონისძიება აღარ განხორციელებულა და
ძალიან ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელად ძალიანად დახურვის და გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ და წელი რომ გაიხსენოთ ხო ეს თუ გაიხსენებთ კიდევ უკეთესი პრეზიდენტმა თქვენ როგორც სახელმწიფოს წმუნებელს დაგავალათ რომ რაც აქვს ერგნეთის ბაზრობას უარყოფითი იქნებეს დავარეგულიროთ ან ჩამოვაშოროთ და შევინარჩუნოთ დადებითი. როდის იყო ეს და შემდეგ საპნის ბუშტივით როდის გასკდა და რამ გამოიწვია ეს და ვისგან შეიტყვეთ თქვენ რომ დახურვის გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის შეიძლება ეს იყო მარტის თვე და მარტის თვეში ჩვენ ფაქტიურად მუშაობდით რომ ალტერნატიული ასე ვთქვათ გზები მოგვეძებნა ამისი ჩვენ გარკვეული რაღაცა შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად რადგან ჩვენ ახლა ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა გქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად მე ამ პერიოდის განმავლობაში იყო აბსოლუტურად დუმილი, არანაირი ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადაც აპრილის თვეში თუ არ ვცდები, ბოდის მოვიხდი სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა უკვე პირადად მე მითხრა რომ უნდა დაიხუროს, უნდა საერთოდ გაუქმდეს, საერთოდ ერგეთის ბაზრობის გახსენება აღარ უნდა და ასე შემდეგ მისი ჩვეული ასე თქვა რიტორიკით და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით რომ ერგეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა. ერგნეთის ბაზრობის დახურვის საკითხის გარდა მიხეილ ქარელმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და იქამდე პერიოდში განვითარებული მოვლენებიც დეტალურად გაიხსენა. შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა იმ შეხვედრებზე ისაუბრა, რომელსაც მაშინდელი მაღალჩინოსნები მართავდნენ და სადაც არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ხდებოდა. ქარელმა იმ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა ყურადღება და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებები გაიხსენა. თქვენ გახსოვს, ყველას გახსოვს აჭარაში განვითარებული პროექტები, როდესაც ასლანაბადში დატოვა რეგიონი და სრულიად რეგიონის მმართველობა ცენტრალური ხელისუფლების იუდის ქვეშ მოექცეს. დაექვემდებარა. ამის შემდეგ ფაქტიურად პრეზიდენტ სააკაშვილი შეაძლოა აცნებდა, რომ შემდეგი უკვე სინვალის რეგიონი. სინვალის რეგიონი რას გულისხმობდა კონკრეტულად ეს ჩემთვის არის უცნობილი. ჩვენ როდესაც კონფლიქტის ზონაში ასეთი პრობლემატურ საკითხებზე ვსაუბრობთ, ამას ხშირად ამბობდა ხოლმე. ძალიან ორი სიტყვით, რომ ჩვენ სინვალში შევართ ძალიან მალე. ну როგორი ფორმით ჩემთვის ეს ნამდვილად უცნობია. ну შემდეგ როგორც გამოიკვეთა მან მიიღო გადაწყვეტილება ის ასეთი წოდებული პოლიტიკური ელიტა რამდენიმე კაცის შემდგარი, რომელსაც მიიღეს გადაწყვეტილება თავდაცვის და შერევლების ძალების განთავსების რეგიონში. იქიდან გამომდინარე პროვოკაციებს უნდა ადგილი ოსური ხარიდა. ეს პროვოკაციები ყოველთვის არსებობდა და არაფერი გასაკუთრებული სხვა არსებობდა, იმდენად რა თქმა უნდა ეს ასასრულელია და რა თქმა უნდა ეს ძალიან არ მინდა ისე გამოვიდეს რომ თითქოს ეს რაღაცა დადებითი პროცესი იყო, პირიქით ძალიან უარყოფითი პროცესი იყო, მაგრამ პროვოკაციების ვთქვათ საფუძველზე ფაქტიურად შეიარაღებული ძალების განთავსებამ უფრო გაუარესდა ასე ვთქვათ რეგიონში არსებული ვითარება. როგორც ჭადრაში წუწვანის პრინციპია ნებისმიერ ჩვენი სვლა აუარესებდა მხოლოდ ჩვენს მდგომარეობას. და ასეთი სიტუაცია შეიქმნა და ფაქტიურად გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია აი ამ ჯარების განთავსება. ფაქტიურად არანაირი შედეგის მომტანი ფაქტიურად არ იყო სასურველი შედეგის მომტანი და ბოლოს შეხვედრა მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც თქვა რომ ანუ ისეთი რიტორიკა ქონდა, ისეთი საუბარი ქონდა, რომ თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო უკვე. ხდებით ალბათ რა გულისხმობ, ანუ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და უბრალოდ პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ რუსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ეს თვითონ ქართული სოცნება შემიძლია, რა თქმა უნდა, რომ ყველა მივიღოთ ერთიანი და
სრულად გაერთიანებული საქართველოს. ჩემთვის რა თქმა უნდა მაშინ უცბად გეტყვის და ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი რომ ნამდვილად ასე იქნებოდა რომ ფაქტობრივად ძალის დემონსტრირება გამოიწვევდა იმას რომ ფაქტობრივად უპრობლემოდ ასე ვთქვათ ჩამოიშლებოდა ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ხელისუფლება და აღებდა ტერიტორიული მთლიანობა. თუმცა ყოველდღიურად გაუარსებელ მდგომარეობამ უკვე ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზული შიში გააჩინა. ის რომ არაერთხელ აღმოჩენილა ადგილობრივი მოსახლეობა უკვე წრის ხახაში, როდესაც ხელისუფლებას მიუტოვებია აი ამ ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში. და ამ შიშიდან გამომდინარე იყო პანიკაც, იყო დაზაბულობაც, სხვათა შორის მახსოვს რომ მაშინდელი გენშტაბის ხელმძღვანელი ბატონი გიუკოვიძე გადადგა იმის გამო რომ თანამდებობიდან რომ პოლიტიკური ასპარეზ ეს ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ელიტა უხეშად ერეოდა მის ფუნქციებში და ფაქტიურად მართვის პროცესებს ფაქტიურად ჩამოშორებული იყო. ნამდვილად აი ამ მდგომარეობამ ფაქტიურად იმ ზონამდე მიიყვანა რომ ფაქტობრივად ომის წინაშე დაგვაყენა და უკვე მოსალოდნელი იყო ფაქტიურად უკვე ფართომასშტაბიანი ომი ჩვენს რეგიონში. ის რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო რომ უკვე მოხდარიყო გაცილებით ასე უკვე 2004 წელს. რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონ ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ და ფაქტიურად მან უზრუნველყო რომ კონკრეტულ ზონაში დეესკალაცია მოხდა, ჯარების გამოყვანა მოხდარიყო რომ ნელ-ნელა მშვიდობიანი ასე ვთქვათ ნორმალიზება დაწყებულიყო ჩვენი რეგიონისა. და ელიტაში, პოლიტიკურ ელიტას ახსენებთ და გვარები რომ ჩამოგითვალოთ, ვის გულისხმობთ? ეს არის მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ადრეიშვილი. ძირითადად ეს 4 ადამიანი იქნება ასეთ ტიპის მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ჩარჩოებებს. ბოლო დროს სააკაშვილი იმდენად ასე ვთქვათ ხიბში შევიდა უკვე ხელისუფლებაში ყოფნის რომ ნებისმიერ ასე ვთქვათ განსხვავებული აზრის მოსმენა უკვე აღარ შეეძლო. იმდენად აღიზიანებდა უკვე რომ გამოდიოდა მდგომარეობდა მე გითხარით რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება რომ დაუსვას დიაგნოზი თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამსყრის მნიშვნელობით და მე მაშინ განცხადებას დავწერე თანამდებობისგან წასვლის შესახებ რომელიც დამიბარა დახია გაგიჟებულმა ასე ვთქვათ მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა რომ მეორეთი მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გაბედავდა თვითონ იცოდა სად გამაგზავნიდა. მე სხვათა შორის უკვე ამ ურთიერთობიდან გამომდინარე არაერთხელ მითქვია თვითონ ოქრუაშვილისთვისაც რომ ერთშვენიერ დღეს დადგებოდა ის დღე რომ მოხდებოდი ციხეში, იმიტომ რომ ჩემთვის უკვე მიუღებელი იყო აბსოლუტურად მისი ქმედებები და უკვე ამის თმენის ვალდებულებას კი ფაქტიურად უკვე აღარ მქონდა ამ ყველაფერზე მოკლედ და მიუხედავად იმისა რომ მაინც ვერ ავწდი ამ უბედურებას ვერც კი წარმომედგინა თუ უფრო რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და ჩემს ასე ვთქვათ საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ. რა თქმა უნდა მან ვერ აიტანა ის რომ ასე ვთქვათ ოპოზიციის მხარი დავიჭირე, საპროტესტო ასე ვთქვათ მუხტის მხარე დავიჭირე და მაშინვე გასაბრძანება ჩემი დაპატიმრების, რომელიც შემდეგ ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გამისორდნენ, შემდეგ რაღაცა ბეტონის რაღაცა სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ასე 4 დღის განმავლობაში. შემდეგ ითხოვდნენ რა თქმა უნდა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რო ვეიღებდნენ უფრო და უფრო ასე ვთქვათ სასტიკად იქცეოდნენ. ამიტომ ვამბობ რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანი, ფსიქიკურად ავანტყოფია და დღესაც საშიშია მიმაჩნია. არც მაშინ იყო საშიში, დღესაც კი საშიშია ჩემი აზრით და
სწორედაც რომ აი აბსოლუტურად ხარს უჭერ გულწრფელად გეტყვით თქვენ კომისიის მუშაობას. თქვენ ახსენეთ ზურაბ ჟვანია და მისი განსხვავებული დამოკიდებულება 2004 წელს მიმდინარე მოვლენების მიმართ. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას დღემდე რაღაცნაირად ბევრ კითხვას ბადებს და შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ რატომღაც მახსოვს, რომ თქვენ რაღაც განცხადებები გაქვთ გაკეთებული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რამე ინფორმაცია ხო არა გაქვთ ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის. თუ არა დავხსნი კითხვას, შეგვიძლია მარტივად დავამთავროთ. მე ვფიქრობ, რომ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა იციან რეალურად რა მოხდა. დღევანდელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე შიდა ქართლის მოსახლეობისთვის ბევრი მნიშვნელოვანი თემა გახდა ცნობილი და ამავდროულად ბევრ კითხვასაც გაეცა პასუხები. სხდომის მდივნის თეაწყულკიანის თქმით, დღევანდელ სხდომაზე დაბარებული იყო ასევე მაშინდელი მაღალჩინოსანი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც არ გამოცხადდა და შესაბამისად ისინი გონივრულ ვადაში კვლავ ელოდებიან ოქრუაშვილს წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ჯაფარიძე ხაზარაძის ირაკლი ოქრუაშვილის მეც პროკურატურას გადაეცემა, რადგან კომისიის კითხვებზე თავის არიდება სისხლის სამართლის დანაშაულია.